ეიფელის კოშკი, ნოტრ-დამის ტაძარი და ლუვრის მუზეუმი ყველაზე ცნობილი ადგილებია, რომლებსაც ტურისტები საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლისას სტუმრობენ. თუმცა პარიზში არის ძალიან ფრანგული და რომანტიკული ადგილი, რომლის დათვალიერებაც ტურისტებს სულ უფრო და უფრო მოსწონთ. ეს არის მონმარტი, ცნობილი გორაკის თავზე, სადაც საკრე-კერის ბაზილიკა პარიზის ჰორიზონტს ამშვენებს. მთელი მსოფლიოდან ათასობით ტურისტი ყოველდღიურად სტუმრობს ამ მხატვრული რაიონის ხალხმრავალ ქუჩებს. თუმცა ეს მომხიბვლელი ადგილი ახლა ჭარბი ტურიზმის ზეწოლის ქვეშაა. მონმარტში ცხოვრება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს დედაქალაქის გარეუბანია. აქ სრულიად ოჯახური წყნარი ატმოსფერო იყო. ადრე ბევრი დაწესებულება იყო, ახლა მაღაზიები საერთოდ აღარ არის. ამიტომ ყველაფერი მიტანით უნდა შემოგთავაზონ. ერთადერთი ადგილი, რაც დარჩა, აფთიაქია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთთან ვურთიერთობთ. გარდა ამისა, მხოლოდ ტურისტული რესტორნებია, საეჭვო საკვებით. 14 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ჩვენ ხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი უარესობისკენ. პარიზის მერიას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. ბაზილიკას წელიწადში 11 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. ეს ეიფელის კოშკის დამთვალიერებელთა რაოდენობაზე მეტია. ტერიტორიაზე ყოველდღიური ცხოვრება ტურისტულმა ჯგუფებმა, ფოტორიგებმა და სხვა გასართობმა საშუალებებმა ჩაანაცვლა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია. პარიზი საკმაოდ დატვირთული და სიცოცხლით სავსე ქალაქია. ვაშინგტონთან შედარებითაც კი, რომელიც ასევე ნამდვილად ცოცხალი ქალაქია. ადგილობრივი კულტურა, როგორიცაა კასბები, საცხობები და ბოსტნეულის მაღაზიები ქრება და მათ ადგილს ნაყინის დახლები, ჩაის გამყიდველები და სუვენირების, მაისურების დახლები იკავებს. პარიზმა, რომლის მოსახლეობაც 2 მილიონზე ოდნავ მეტია, ოფიციალური მონაცემებით 2024 წელს 48,7 მილიონი ტურისტი მიიღო. წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტი. პარიზის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების თქმით, 2025 წლის დასაწყისში ჯავშნები 1/5-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთი პოტენციურად რეკორდული სეზონის მანიშნებელია. მონმარტის მსგავსი სიტუაცია მთელ ევროპის კონტინენტზე ვრცელდება. ვენეცია ახლა ერთდღიანი ექსკურსიებისთვის ქალაქში შესვლის საფასურს ითხოვს და ვიზიტორთა რაოდენობას ზღუდავს. ათენში კი ხელისუფლებამ აკროპოლისის ვიზიტორთა დღიური ლიმიტი დააწესა, რათა უძველესი ძეგლი ტურისტების რეკორდული რაოდენობისგან დაიცვას. ურბანისტები ამბობენ, რომ ისტორიული უბნები რისკის ქვეშ არიან. გადაიქცნენ იმად, რასაც ზოგიერთი კრიტიკოსი ზომბ ქალაქებად მოიხსენიებს. თვალწარმტაც, მაგრამ უსიცოცხლო ქალაქებად, რომელთა მაცხოვრებლებიც დროებითი ვიზიტორების გამო განდევნილები არიან.